შენთვის რა იყო წარმატების ის მეორე მხარე, რისი გადახდას მოგიწია ამ წარმატებისთვის? ხელ შურს ხვდები ხშირად რა. ადამიანი მოწყობილია, არც უნდა გეწყინოს სადღაც ეს ყველაფერი ადამიანი ესე მოწყობილია ბუნებრივად, რომ ძალიან ბევრს არ უხარია შენი წარმატება, ახლობელს შინაურს არ უხარია. ახსოვ ხარ პატარობაში სიტყვაზე წარმატებელი, უქონელი და რაღაცა და ეხა არ უნდა რომ ესეთი იყო რა. ვერ ეგუება. ხშირად ეს არის ფასი. ეს არის შენთვის? ხო რა. ისურვებდი რომ ეს არ ყოფილიყო. აი ზოგისთვის მაგას არ არის ესე და ჩემზე არ მოქმედა გახდეს წარმატებული იყოს მაგარი რა ვიცი. პირიქით ყველას ხელს უწყობ, ყველას ხელს უწყობ, მაგრამ უკან ეს ესე ვთქვათ უკუგება არ მაქვს. რო გითხრათ. სიმართლე. ისე რა გულახდილისაობა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ეს მონათლოს, აი რა ამპარტავნება არ უკუგება არ მაქვს რო ამბობენ. შენ ძალიან გულახდილად ამბობ ყველაფერს. ვიღაცა დამალავდა და რაც უნდა ის თქვან, არ სიმართლეს ვამბობ მოკლედ რა. ბევრს კი არ ვამბობ ამ თემებზე, ბევრს კი არ ვლაპარაკობ. ნუ კი მithქვამს რომ ჩემ შეცდომებზეც მილაპარაკე. ქება არ მიყვარს თავის, თუმცა კარგი წარმოდგენა მაქვს, არ მაქვს ცოტა მცირე წარმოდგენა საკუთარ თავზე, მაგრამ არ მიყვარს ქება საკუთარი თავის და ამაზე ლაპარაკი. მიყვარს სიმართლის ლაპარაკი და გულახდილობა მიყვარს. ფაქტებით. აშკარად.